მოგესალმებით ისევ და ისევ ქუთაისის მათემოტორსის შოურუმიდან. ამჟამად მინდა მცირე ვიდეო გადავიღო ჩემს არაჩვეულებრივ შოურუმში დასაქმებულ ქალბატონთან, ჩვენს დიას სახლისთან, ქალბატონ ნინოსთან ერთად. ნინო დეიდა პირველ რიგში იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ. და მე პირადად მიხარია ყოველი დღე აქ, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ თანამშრომლებს ერთმანეთის ნახვა გვიხარია. მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა თუ როგორ მოხვდი ჩვენს ცენტრში, მათემოტორში და როგორ დაიწყე ჩვენთან მუშაობა და აქვე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ არ არის ის ფაქტი რეალობა, რომ მანდამაინც მეგრელი უნდა იყო, რომ დაიწყო მუშაობა მათემოტორში ბატონ გელასთან. არა, ყველანი ადამიანები ვართ და ამაში ქალბატონი ნინოც დამეთანხმება, რომ ყველა ადამიანს თავარია სურვილი უნდოდეს და კონდეს, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და შეძლების და გვარად დავასაქმოთ და ერთი დიდი გუნდი გავხდეთ. ნინო დეიდა, აი თქვენ მაგალითზე რომ აუხსნათ ჩვენს მომხმარებლებს თუ როგორ მოხვდით ჩვენს ცენტრში. ცხოვრობ მათემოტორსის წინ. 10 წელია ვარ ეკლესიის მრევლი და დეპრესიაში ვიყავი 2 წლის განმავლობაში. ახალი დაღუპული მყავს მეუღლე, განვიცდი მარტოობას. ხედავდი რომ აქ მიდიოდა რაღაცის მშენებლობა და სულ კითხულობდი რომ რა კეთდება, რა არის და იმ დღეს ვეზიარე დილით და რომ მოვდივარ მაღაზიაში, დავინახე აქ ბატონი გელაზის და ქალბატონი მარიამი. მოუყევი ჩემი გულის ტკივილი, უთხარი რომ ესე დეპრესიაში ვარ, აგერ მაცხოვრებელი ვარ და თითანამდებობას არ ვითხოვ და გთხოვ რომ როგორმე, აი განტვირთვა გავაკეთო, სახლიდან გამოვიდე და რაიმე დახმარება გამიწიეთქო. 1 საათითო მითხრა ქალბატონო და 1 საათის მერე საკონტაქტო ტელეფონი მოგვეცი და დაგირეკავთ. 1 საათის მერე მირეკავს ბატონი კოტე და მეუბნება ქალბატონო ნინო, ჩამობრძანდითო, წამოიღეთ პირადობა. ნუ არ ვიცი რა დამემართა სიხარულიდან ვერ აგიხსენთ ამ ამბავს. მოვედი და მეუბნება ბატონი გელა რომ ქალბატონო ნინო, თქვენ ამ ოფისში აქ იქნებით დიასახლისად. არაფერი ისეთი დატვირთა არ გექნებათ. 1 საათი დილით მობრძანდებით, 1 საათი საღამოთი. მე იმხელად შვებავი გრძენი და ისეთი სიყვარულით მithენდება ყოველი დილა, ისეთი კარგი, ისეთი ძვირფასი ფილიალის თანამშრომლები. ანა ებანოიძე, ჩემი შვილის ყოფილი მასალებელი, მისი მამა შოთა ებანოიძის შვილი. ჩემი შვილის